მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს არის 2026 წლის 11 იანვარი. ღმერთო, როგორი ხანგრძლივი ცხოვრება მაქვს, უკვე ჩემი ცხოვრების 74 წელი დაიწყო. მაგრამ მეჩვენება, რომ ჩემ ცხოვრებას კვლავ აქვს დიდი აზრი, რადგან ღმერთმა დამაჯილდოვა ლოგიკური აზროვნების უნარით. დიახ, მიღებული მაქვს შესანიშნავი განათლება. ასე რომ იმედი მაქვს, ახალი დღისათვის უკვე მადლობა გადაუხადეთ ღმერთს, რადგან საქმე მხოლოდ ომში არ არის, არამედ იმაშია, რომ სიცოცხლე ერთი არსების ხელშია, მხოლოდ ერთი ძალის დედამიწაზე, ზეცაში და მთელ სამყაროში. და მას ფაქტობრივად სახელი არ აქვს, რადგან თავად ბიბლიაშიც და თორაშიც ის თავის თავს ასე უწოდებს, როცა მას ეკითხებიან, რა ქვია? ხომ უნდა დაგიცახოთ რაღაც სახელი? ის პასუხობს, გამიხარდება თუ იტყვით ყოვლის შემძლე. დიახ, ის ყოვლის შემძლეა. დღევანდელი საუბრის შედეგი ეს რევოლუცია თეირანში, ირანში, როცა ხალხს მობეზრდა კლერიკალური ოლიგარქის მოთმენა, ახლა დაახლოებით იგივეა სომხეთში და ყველა ქვეყანაში მსგავსი ხდება ყოფილი საბჭოთა კავშირში და მათ შორის ვინც ვერ ჩაწვდა ღვთის არსს და მხოლოდ რაღაც სიმბოლოებს მისდევს. მე ვნახე, საქართველოს ყველა ეკლესია მოვიარე, ზოგი საერთოდ მუხლებზე ზის და ლოცულობს, თუმცა მე არცად წამიკითხავს, რომ იესო ამას მოუწოდებდა. მოკლედ, ახლა ამ მძიმე თემას არ მინდა შევეხო. მე როგორც ყოველთვის ვიტყვი, რომ რელიგია და უფლის რწმენა ეს ორი განსხვავებული რამ არის. და ერთადერთი რაშიც მართალი იყო ლეონიდი არა, ღმერთო. ვლადიმერ ილიასზე ლენინი. უბრალოდ ბრეჟნევის დროს ბევრი წლის გატარება მომიწია, ამიტომ მისი სახელი გამახსენდა. ის ამბობდა, რომ რელიგია ხალხისთვის ოპიუმია და რა თქმა უნდა, მას აქტიურად იყენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ შემთხვევაში რელიგია თამაშობს რაღაც მაფიის როლს. ცნობილი კლირიკი დაამხეს, სხვათა შორის თეირანის საქართველოსთან ერთად რელიგიურობის მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებდა. შეუძლებელია ქვეყნის მართვა თუ ეკონომიკის საკითხებში გაუნათლებელი ხარ, თუნდაც სრულიად პატიოსანი იყო. აი მე მინდა, რატომ დავუბრუნდი ამ თემას. პირველ რიგში ეს აბსოლუტურად შეუძლებელი მოვლენაა. აქ უკვე შეერთებული შტატების ყვირის თითქოს ისრაელმა მოახდინა პროვოკაცია. კი ბატონო, მთელი ქვეყანა დაიპყრე და არავინ არაფერს გეუბნება ტრამპს, არავინ გიყვირის. ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ ის სრულიად გაგიჟდა და კი ვიღაცას დაეხმარა. როგორ შეიძლება დახმარება? შეუძლებელია. ქვეყნის დაპყრობით დახმარება შეუძლებელია. მე მერობის არჩევნებში ორჯერ მოვიგე. სამჯერ დეპუტატად ამირჩიეს და ვფიქრობ, რომ ჩემზე მეტი ხმა ალბათ უკრაინაში არავის მიუღია, მაგრამ გეტყვით, რომ დიდი შეცდომაა ფიქრი თითქოს არჩევნებით შეიძლება რაღაცის შეცვლა. შეცდომა იმის დაჯერება, რომ კონკრეტულად უკრაინას შეცვლის. მოვა ვინმე, აბსოლუტურად პატიოსანი, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, უკრაინაში ყველაფერი კარგადაა, დავივიწყეთ. სხვა ქვეყანაში კი, ყველგან ხომ ერთი და იგივეა, ყოფილი საბჭოთა კავშირი. ყველგანელიან, მოგვიყვანე უფალო ის, ვინც ქრთამს არ აიღებს, ვინც
სიძულვილს არ გააღვივებს, ვინც ჩვენ შვილებს სასიკვდილოდ არ გაწირავს. და ამ ყველაფერთან ერთად ისინი უბადრუკები არიან. სხვა სიტყვა უბრალოდ არ არსებობს. მათ გონიათ, თითქოს არსებობს, თითქოს გამოგონილია სხვა ძალა, იმ ძალის გარდა, რომელიც უფალმა უკვე შექმნა. და ამ ძალას დემოკრატიას ეძახიან, ნამდვილ დემოკრატიას, რომლის არსი მხოლოდ ხალხის მმართველობა კი არ არის, არამედ ყველა მაკონტროლებელი ორგანოს არჩევითობა, სამართალდამცავი სტრუქტურებისაც და სასამართლო ხელისუფლებისაც. ყველა მოსამართლე უნდა იყოს არჩეული. ყველა მილიციის უფროსი უნდა იყოს არჩეული. ერთი სიტყვით, ყველანი თქვენზე უნდა იყვნენ დამოკიდებულნი. და მაშინ მათ აღარ შეეშინდებათ არც ერთი მოხელის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. ეს მე მანამდეც მithქვამს თქვენთვის, მაგრამ მაინც არ მისმენთ. და საერთოდ ვის ჭირდება ეს, მაგრამ მაინც ზოგჯერ უნდა ისაუბრო. ანგელოზი არ ჩამოფრინდება. უფალმა ყველაფერი გააკეთა და ადამიანმა იცხოვრონ ისე როგორც შვეიცარიაში, როგორც ლუქსემბურგში, როგორც ამერიკაში, როგორც ნებისმიერ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში. მათაც აქვთ ხოლმე პრობლემები. ავად გახდება ბავშვი, დედა, მამა, თვითონაც ავადდებიან. სამსახური არ არის ისეთი, როგორიც სურთ. და ყოველთვის ჩვენი სურვილები წინუსწრებენ შესაძლებლობებს. და შენ მუდამ უკმაყოფილო ხარ და ჩუმად ბუზღუნებ უფალო, რატომ ეცი მას, მე კი არა. მაგრამ ეს სისულელეა. სინამდვილეში შენ საკუთარ თავში უნდა გაერკვე და შენი გზით შეიცნო უფალი. რატომ გიბოძა მან ასეთი ბედი? რატომ მოგცა ამდენი გამოცდა? უკრაინაში, რუსეთში, უზბეკეთში ან ბელარუსში ეს არასდროს მოხდება. სხვათა შორის იქ ერთადერთი პრეზიდენტი არის ლუკაშენკო. მე რა თქმა უნდა, ღმერთმა მაპატიოს, სულელებს არ ვაფასებ. პრეზიდენტზე ვერ ვიტყვი სულელს, მაგრამ სინამდვილეში ის ჩემზე ჭკვიანი არ არის. იმიტომ რომ მე პირველ რიგში დისერტაცია მაქვს დაცული და მეორეც მივიღე ბრწყინვალე განათლება. ფრიადოსანი ვარ. ფრიადოსანი მართალია იმ დროს ამბობდნენ ჯობს კონდეს ლურჯი დიპლომი და წითელი სახე ვიდრე პირიქით. წითელი დიპლომი და ლურჯი სახე. მაგრამ ეს მე არ მეხებოდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. მე ვიყავი ფრიადოსანი. დიახ. ვნახე ლუკაშენკო შევხვდი, პასუხისმგებლობით ვამბობ. ვერ ვიტყვი რომ სხვა პრეზიდენტებზე, რომლებიც ვნახე უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ჭკვიანი ვარ. არა, რა თქმა უნდა. მე ჩვეულებრივი მოხუცი ვარ, 75 წლის ხდები, მაგრამ ის არაჩვეულებრივად იქცეოდა. როცა იანუკოვიჩის ინაუგურაცია მიმდინარეობდა, ისიც სამწუხაროდ სულელი იყო. ასე რომ ანგელოს ვერ დაველოდებით. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ იმისთვის, რათა ქვეყანა აღდგეს, თავად უნდა ჩაერთოთ პოლიტიკაში, თორემ პოლიტიკა დაიწყებს თქვენს მართვას. დიახ. თუ თქვენ არ იცით თქვენი კონსტიტუცია, თუ არ წაგიკითხავთ, იგი თუ არ გესმით, რა არის ხელისუფლების განაწილება და რატომ ნიშნავს ის, რომ თქვენი შვილები და შვილიშვილები სრულიად სხვა ქვეყანაში და სრულიად სხვა პირობებში იცხოვრებენ, თქვენ ვერასოდეს იცხოვრებთ უკეთესად. თუ ბევრი უბადრუკისთვის ეს ზღვარია, რომ მტერი მოკალი, ნაწილებად დაჭერი, სიფაჩი შეაფურთხე, მაპატიეთ. და ამით მთავრდება მთელი ის ბედნიერება, რაც უფალმა ადამიანს მოუმზადა. მაშინ აქ მე უძლური ვარ. ასე რომ დასვით კითხვები. იყიდეთ კონსტიტუცია, მკითხეთ, რა არის მისაღები ან ცუდი მასში. მხოლოდ მასია დამოკიდებული თქვენი ცხოვრება. და თუ არ გაიგებთ კონკრეტულად რა, აი შენ ახალგაზრდა, მე რომ მისმენ. შენზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი, მაგრამ
ეს შენთვის არავის არასდროს უთქვამს. შენ არასდროს იცხოვრებ როგორც ადამიანი საკუთარ მიწაზე. უკრაინაში, საქართველოსა თუ ყაზახეთში. ანდა სადმე სხვაგან. ყოველთვის იქნები კორუფციის ზეწოლის ქვეშ. ყოველთვის იქნები დამცირებული. ხელისუფლებისთვის არარაობა, მაგრამ მათ არ იციან, რომ შენ შეგიძლია გახდე მათი პატრონი. ისინი ჩინოვნიკები არიან. ძალიან არ მიყვარს ისინი. ამ ეტაპისთვის სულ ეს იყო. კვირა, კარგი დღეა. საღამოს მე გაჩვენებ ზღვას. წარმატებები ყველას გეხუტებით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მშობლებს დაურეკეთ, ეს თქვენი ფუნქცია, მნიშვნელოვანი ფუნქცია.